სულთმოფენობიდან მე-11 კვირა. სახარება ურთიერთშენდობის შესახებ. ავტორი წმინდა ნიკოლოზ სერბი. ველიმიროვიჩი. ჩემი თარგმანი. სახარება მათესი 77 დასაწყისი. თავი მე-18, მუხლები 23-დან 35-ის ჩათვლით. როცა უფალი ჩვენი იესო ქრისტე ჯვარზე აღესრულებოდა, იმ წინა სასიკვდილო აგონიაშიც ცდილობდა ადამიანებისთვის რაიმე სასარგებლო გაეკეთებინა. ფიქრობდა არა საკუთარ თავზე, არამედ ადამიანებზე სულის აღმოსვლისას კაცთა მოდგმას გაკვეთილთაგან უდიდესი დაუდოვა. ეს არის შენდობის გაკვეთილი. მამაო, მიუტევე მათ, რამე თუ არ აიციან რასა იქმან. სასჯელ აღსრულების არც ერთი ადგილიდან ადრე არასოდეს არავის გაუგონია მსგავსი სიტყვები. პირიქით, ადრე დამნაშავენი თუ უდანაშაულონი, დასჯილნი ღმერთებს ადამიანებს უხმობდნენ შურის ძიებისთვის. შური იძიე ჩემთვის. აი სიტყვები, რომელთაც ყველაზე ხშირად გაიგონებდით დასასჯელი ადგილიდან ქრისტემდე. და სამწუხაროდ დღესაც მრავალი ტომისაგან გაიგონებს კაცი. თვით იმათგანაც, ვინც ქრისტეს წმინდა ჯვრით არიან ნათელღებულნი. ქრისტე კი უკანასკნელი აღმოფშვინ, ვისაც შეუნდობს საკუთარ შეურაცხმყოფლებს, ტანჯველებს და მკვლელებს. ევედრება თავის ზეციურ მამას, რომ მანაც შეუნდოს მათ. და უფრო მეტიც, განმართლებასაც პოულობს მათთვის. არა იციანო ამბობს ის, რასა იქმან. რატომ მაინდა-მაინც შენდობის ამ სწავლებას იმეორებს უფალი ჯვარზე? დედამიწაზე მის ღვთაებრივ ბაგეთაგან აღთქმულ ურიცხვ სწავლებათაგან რატომ ირჩევს არა სხვას, არამედ ზუსტად ამ სწავლებას აღსასრულის წინ? უეჭველია იმის გამო, რომ მას სურდა, რათა ეს შეგონება დაიხსომონ და აღასრულონ ჯვარზე უდანაშაულო ვნებით. საკუთარი დიდებულებით ყოველგვარ მიწიერ დიდებაზე აღმატებულმა, მიწიერ მსაჯულებსა და მეფეებზე, ბრძენ მწიგნობრებსა და მოძღვრებზე, მდიდრებსა და გალახაკებზე, საზოგადო რეფორმატორებსა და მეამბოხეებზე, ამაღლებულმა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ შენდობის სწავლებით აღბეჭდა თავისი სახარება, რათა ამით გვაჩვენოს, რომ შენდობის გარეშე მეფეები ვერ იმეფებენ, საჯულები ვერ განსჯიან, ბრძენები ვერ იფილოსოფოსებენ, ვერც მასწავლებლები ვერ ასწავლიან, ვერც მდიდრები და გლახაკები იცხოვრებენ ადამიანურად, არამედ პირუტყვევით. ვერც მხურვალე რეფორმატორები და მეამბოხეები ჩაიდენენ რაიმე სასარგებლოს და უწინარეს და საბოლოოდაც რათა აჩვენოს. შენდობის გარეშე ადამიანები სახარებას ვერ გაიგებენ, რომ აღარაფერი ვთქვათ მის მცნებათა აღსრულებას. სინანულის შესახებ სიტყვებით დაიწყო უფალმა თავისი სწავლებანი და შენდობის სიტყვებით დაასრულა. სინანული არის თესლი, შენდობა კი ნაყოფი. არავითარ ქებას არ იმსახურებს უნაყოფო თესლი. არანაირ სინანულს აქვს ფასი შენდობის გარეშე. რას დაემგონებოდა კაცობრიობა შენდობის გარეშე? სამხეცეთს. თუ არ მოამდორვებდა შენდობა, აუტანელი ჯაჭვების გარდა რა იქნებოდა ყველა ადამიანური კანონები დედამიწაზე?
თუ შენდობის გარეშე დედა იწოდებოდა დედად, ძმა ძმად, მეგობარი მეგობრად და ქრისტიანი მეგობრად, არ სწორედ შენდობა შეადგენს ყველა ამ სახელების შინაარს. თუ არ იქნებოდა სიტყვა შემინდე, შეგინდოს ღმერთმა და მეც შემინდვია, აბსოლუტურად გაუსაძლისი იქნებოდა კაცობრიობის სიცოცხლე. არ არსებობს დედამიწაზე იმგვარი სიბრძნე, რომელიც შენდობის გარეშე შეძლებდა წესრიგის დამყარებას და შვიდობას მოუტანდა კაცობრიობას. და არ არსებობს ისეთი სკოლა და ისეთი გაკვეთილები, რომელიც ადამიანებს დიდსულოვან და კეთილშობილ საზოგადოებად აქცევდა, თუ არ იმეცადინებდა და შენდობას არ ისწავლიდა. რაში გამოადგება ადამიანს მსოფლიო დონის მეცნიერება და მასში განსწავლა, თუ კი ერთ პატარა საწყენს სიტყვას ან წყენით შეხედვას არ პატიობს თავის მოყვას. არანაირად. და რა სარგებელი ექნება ადამიანს 100 ლიტრა ზეთისგან, თუ კი თითოეული წვეთი არ მოწმობს თუნდაც ერთი წყენის პატიებას და შენდობას. არანაირად. ჩვენ რომ ვიცოდეთ ყოველ დღე და ყოველ ჟამს რამდენს პატიობს მდუმარებით არა მხოლოდ ღმერთი, არამედ ადამიანებიც, მაშინ თავად შევწყვებოდა ჩვენ და ვიჩქარებდით სხვათა პატიებას. რამდენ გაუფრთხილებელ და საწყენ სიტყვებს ვისვრით, რომელზედაც მდუმარებით გპასუხობენ. რამდენ გაბოროტებულ შეხედვას, რამდენ კადნიერ მოძრაობას და უპატიელ საქმეებს ჩავდივართ და ადამიანებიც ითმენენ ამასა. არ მოგვაგებენ თვალს თვალის წილ და კბილს კბილის წილ. და მას ღმერთზე რაღა ვთქვათ. ამას ხომ ადამიანის ენა ვერ გამოთქვამს, რადგან უძლურია ამ საქმისთვის. საჭიროა ღვთაებრივი სიტყვა, რათა აღვწეროთ საღვთო გულმოწყალების განუზომელი სიღრმე. და აი ასეთი სიტყვით მოგმართავს ჩვენ დღევანდელი სახარება. ანამიწაზეც და ზეცაშიც ვის შეეძლო გამოეთქვა და აღეწერა საღმრთო სიტყვა, თუ არ გააკეთებდა ამას დაუსაბამო ღვთის დაუსაბამოზე, უფალი ჩვენი იესო ქრისტე. და მამასაც არ იცნობს არავინ გარდა ძისა და ვისთვისაც ძეს სურდეს გამოცხადების. იხილეთ მათეს სახარების მე-11 თავის 27 მუხლი. საღვთო შენდობის უსაზღვროობა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ დიდ მოვალეზე იიგავის სახით გამოხატა. და მიზეზი ამისი მას მოციქულმა პეტრემ მისცა კითხვით იმის შესახებ, თუ რამდენ გზის 7 გზის უნდა შეუნდოს შემწოდე ძმას? და უფალმა ამაზე კარგად ცნობილი სიტყვებით უპასუხა. არა 7 გზის, არამედ 70 ჯერ 7 გზის. თუ შევადარებთ ამ ორ სიტყვას ერთმანეთს, აქ დავინახავთ კაცსა და ღმერთს შორის სხვაობას. პეტრე ფიქრობდა, რომ ის გულმოწყალების უმაღლეს საზომს გამოხატავდა. უფალი ჩვენი იესო ქრისტე პასუხობს 70 ჯერ 7 გზის. და თითქოს ეს საზომიც არასაკმარისი აღმოჩნდა უფლისგან საჩვენებლად და უფრო ნათლად გასაგები რომ ყოფილიყო, მოუყვა და მოგვიყვა ჩვენს შემდეგ იგავს. ცათა სასუფეველი ემსგავსა მეფეს, რომელმაც მოისურვა ანგარიშ სწორება მონებთან. ცათა სასუფეველს ვერც სიტყვით აღწერ, ვერც საღებავის ფერებით გადმოსცემ. ის მხოლოდ გარკვეულ დონემდე შეგვიძლია მივამსგავსოთ იმას, რაც ამ სოფელში ხდება. უფალი იგავებით საუბრობს, რამე თუ სხვაგვარად ძნელია, არა ამ ქვეყნიურის გადმოცემა და გამოხატვა.
ეს სოფელი დაბნელებულია და ცოდვით გაუსახურდა, მაგრამ მაინც მას სრულიად არ დაუკარგავს სხვა ჭეშმარიტ სამყაროსთან მსგავსება. ეს სოფელი იმ ჭეშმარიტი სამყაროს, რომელ მსგავსებაზეა საუბარი, არამედ მხოლოდ რაღაც უბადრუგი, საცოდავი სახე და ჩრდილია მისი. და აი, აქედან წარმოსდგება ეს მცირედი შედარების საშუალებაც მსგავსად საგნისამის საკუთარ ჩრდილს შორის. რატომ თქვა უფალმა კაცი მეფე? ამისთვის ემსგავსად სათასასუფეველი კაცსა მეფესა, რომელმანცა მოისურვა ანგარიშწორება თავის მონებთან. და არა უბრალოდ მეფე, ჯერ ერთი რათა გაუსვას ხაზი იმას, რომ კაცის წოდება მეფისაზე უმაღლესია. იყო კაცი უფრო საპატიოა ვიდრე მეფე. უფრო ზუსტად კაცი ჭეშმარიტ ღირსებას, ხოლო მეფე მსახურებას წარმოადგენს. მეორედ კი რათაა ჩვენოს კეთილი და სახიერი მეფე. ასევე ამბობს უფალი კაცი სახლის უფალი, რომელმანცა გააშენა ვენახი. კვლავ ახსენებს სხვაგანაც ძვირფასი მარგალიტებით მოვაჭრე კაცს. ყოველივე იმავე განზრახვით გაუსვას ხაზი იმას, რომ საუბარია კარგ და კეთილ სახლის პატრონზე, კარგ ვაჭარზე, ისევე როგორც კარგ და კეთილ მეფეზე. ხოლო როცა მსაჯულზე საუბრობს, არც კაცთა რცხვენოდა და არც ღმრთის ეშინოდაო. უფალი არ ამბობს კაცი მსაჯული, არამედ უბრალოდ მსაჯული ვინმე. აქედან კი ჩანს, რომ სიტყვების ქვეშ კაცი მეფე გულისხმობს კარგ მეფეს. ამგვარად ერთმა კარგმა მეფემ მოისურვა ანგარიშსწორება მონებთან. მისი მონები მისი მოვალენი არიან, რამე თუ ჭეშმარიტი მონები თავად ცესხულობენ მისგან, ის კი არ ავალებს მათ. და როცა იწყო ანგარიშსწორება, მოუყვანეს ვინმე, ვისაც 10,000 ტალანტი ემართა მისი. ერთი ტალანტი შეფასებულია 240 ოქროს ლირად, ანუ 500 თუმნად. 10,000 ტალანტი დაახლოებით 2,5 მილიონ ოქროს ლირას შეადგენს, ამ დაახლოებით 5,100,000 ოქროს თუმანს. ეს უზარმაზარი ვალი სახელმწიფოსთვისაც კი როგორი სიმძიმეა და რაღა ვთქვათ უკვე ადამიანს. მაგრამ რა აქედა? ის, რომ ჩვენ ცოდვათა რიცხვი უფრო მეტია და ეს არის ჩვენი ვალი ღვთის წინაშე. მეფის მევალე მონაში უფალი ღვთის წინაშე ჩვენ ვალს გულისხმობს. ამიტომ იშველიებს ასეთ ერთი შეხედვით უზარმაზარ სინამდვილეში კი არ არსებულ ფაქტიურად რიცხვს. თუ კი დავითვლით თითოეული მოკვდავი ადამიანის ცოდვებს. და რადგანაც არ ქონდა არაფერი რითაც გადაიხდიდა, ამიტომ ბრძანა მეფემ გაეყიდათ ის და მისი ცოლი, მისი შვილები და მთელი სარჩო საბადებელი და ისე გადაეხტევინა. მაშინ იმ დროს როგორც იუდეურ, ასევე რომაული კანონებით არაფრის მქონე ვალდებულის ოჯახით მონად გაყიდვა შეიძლებოდა. ერთი დაქვრივებული ქალი ღაღადით შესჩიოდა ელისე წინასწარმეტყველს, შენი მონა და ჩემი ქმარი მოკვდა. ახლა კი მევალეა მოსული, რათა ჩემი ორივე შვილი ტყვედ იყოლიოს. იხილეთ მეოთხე მეფეთა მეოთხე თავის პირველი მუხლი. ამგვარად მეფე მას სამართლიანად და კანონიერად აცხადებს ვალდებულ ტყვედ. მეფის სამბრძანების სიღრმისეული აზრი იმაში მდგომარეობს, რომ როცა ჩვენი ცოდვები ყოველგვარ ზღვარს ცდებიან,
ღმერთის სულიწმინდის იმ ყველა ნიჭს გვართმევს, რაც ადამიანობას ანიჭებს ადამიანს, ხოლო ბრძანება გაყიდვის შესახებ გულისხმობს იმას, რომ ცოდვილი ღვთის მიერ მინიჭებულ სახესაც კარგავს. ცოლის გაყიდვა ნიშნავს წყალობის და სიყვარულის ნიჭის დაკარგვას და შვილებისა ნიშნავს, რომ ყოველგვარი სიკეთის ქმნის ნიჭებსაც კარგავს და გადახდა ნიშნავს, რომ ღვთისმიერი ნიჭები ბოროტი კაცისგან ისევ ღმერთს, როგორც ამ ყოველგვარ სიკეთეთა პირველ ქმნწყაროს და მესაკუთრეს დაუბრუნდება. შვიდობა თქვენიო, თქვენდავე მოიქცესო, ხომ უთხრა უფალმა თავის მოწაფეებს, მათეს სახარების მიათე თავის მე-13 მუხლში. მაშინ ის მონა შეურდა, თაყვანი სცა და ეუბნება, მეუფეო, მადროვე და ყოველივეს გადაგიხდი. მეფეს შეებრალა ის მონა. ვალი აპატია. როგორი მეყვრეული სახეცვლილებაა და როგორი იაფი გამოსასყიდი და როგორი უსაზღვრო გულმოწყალება. არავის მოიმედე და უსაზღვროდ ვალდებულ ბოროტ მონას მთელ ქვეყნიერებაზე ვერავინ ვერაფერს ვერ უშველი და თუ არა ისევ მისი მოვალე ხელმწიფე. ის იდგა ხელმწიფესა და მონებს შორის. ხელმწიფის ნების გარეშე ვერავინ დაეხმარება მონათაგანი, ამგვარად მისი შეწყალება მხოლოდ მის მსაჯულს შეუძლია და მონამას ქმნა მხოლოდ ის, რაც შესძლო და გონივრულადაც მოიფიქრა. ჩაუვარდა ხელმწიფეს ფეხებში და იწყო ვედრება მისი შეწყალების თხოვნით. ის არ ითხოვდა არავალის პატიებას, ამას ვერც კი გაიფიქრებდა და გაბედავდა, არამედ მხოლოდ გადადებას. მადროვე და ყოველივეს გადაგიხდი. მეფე კაცმა, ჭეშმარიტმა მეფემ და ჭეშმარიტმა არა მარტო ადროვა, არამედ ვალიც აპატია და ეს კი იმას ნიშნავს, ორმაგი თავისუფლება მიანიჭა მას. თავისუფლება რომ არ გაყიდოს ცოლშვილით იმისგან და საერთოდ ვალისგან გაათავისუფლა. ნუ თუ ეს არ არის ნამდვილი სამეუფეო საჩუქარი. მიწიერი მეფეები ასე არ იქცევიან. ასეთი მოწყალება მხოლოდ ზეციურ ხელმწიფეს შეუძლია და ის ამას ხშირად იქმს. საკმარისია რომელიმე ცოდვილი გონს მოეგოს და შეინანოს, რომ ზეციური ხელმწიფე მზად არის 10,000 ცოდვათა საპატიებლად და ყველა წართმეულ ნიჭთა დასაბრუნებლად. არა მხოლოდ ვერ შეედრება ღმერთს მოწყალებაში, არამედ ვერც კი აღწერს ამას. აღმხოცო ურჯულოებანი შენი და ცოდვანი შენი განვაბნიო ღრუბელივით. მოიქეც ჩემსკენ რამე თუ მე გამოგისყიდე შენ ამბობს უფალი ესაია წინასწარმეტყველის პირით 44 თავის 22 მუხლში. ვინც ჭეშმარიტი სინანულით მიდის უფალთან, ის შეუნდობს მას ყოველივეს. და კიდევ ერთხელ ადროებს საბრძოლველად იმაში დასარწმუნებლად და სახილველად უფალთან სურს ყოფნა თუ მისი გაცემა. მეფე ეზეკიას სასიკვდილოდ დაავადდა. პირისახით კედლისკენ შებრუნებულმა იტირა და შეევედრა ღმერთს სიცოცხლის გაგრძელებას და მანაც კიდევ 15 წელი აჩუქა. და ადიდებდა ამისთვის ეზეკია ღმერთს სიტყვებით და იხსენ სული ჩემი ხნარცვისაგან წარმწყმედელისა და იტვირთე ყოველი ცოდვაი ჩემი მხარსაზე და შენსა. კვლავ ესაიას 38 თავის მე-17 მუხლი. იგივე მოხდა შენდობილ მონის შემთხვევაში. ევედრა საკუთარ ხელმწიფეს რომ მხოლოდ გადაევადებინა და მეფემაც შეუნდომა სრული ვალი, მიანიჭა სრული თავისუფლება და დაელოდა არა ძველი ვალების დაბრუნებას, არამედ ახალი
ქველმოქმედებისთვის მადლიერებასაც. და არც დიდი ხნის ლოდინი დასჭირვებია პასუხის მისგან მისაღებად. იქიდან გამოსული იმ მონას შეხვდა ერთი მისი მეგობარი, რომელსაც 100 დინარი ემართა მისი. შეიპყრო, აღჩობდა და ეუბნებოდა დამიბრუნე ჩემი ვალიო. თავად საკუთარი ხელმწიფისგან შენდობილი და მშვიდობით განტევებული მონა სხვა მასავით მონას თავის მევალეს ხვდება, ვისთან დამოკიდებულებაშიც ახლა თავად არის ხელმწიფე. მაგრამ როცა მონა მეუფე ხდება, იხილეთ როგორი მრისხანე მბრძანებელია. იმ დროს როცა თავისი ხელმწიფე თავად მას მისგან ვალდებულს მართლა კაცურად და ჭეშმარიტად ადამიანური დამოკიდებულებით ექცევა, დაღუპისგან მეფური წყალობით გადარჩენილი იგივე მევალე თავის ვალდებულთან მხეცზე უარესად იქცევა. და ისიც რაღაც 100 დინარისთვის. არადა თავად მას კაცმა მეფემ 5 მილიონი ოქროს მონეტა არ გადაახდევინა და ეს კი 100 დინარის გულისთვის იპყრობს, აღჩობს და ვალის სრულიად გადახდამდე ციხეში აგდებს. ოღონ აქ უკვე მეფე კი არ უსწორდება მონას, არამედ მონა თანა მონას. სტაცა ხელი ყელში წაუჭირა, გუდავს და დაუყოვნებლივ ითხოვს მისგან ვალის დაბრუნებას. მაშინ ჩაუვარდა მას ფეხებში მეგობარი და ევედრებოდა და ეუბნებოდა, მადროვე რა იქნება და ყოველივეს უკლებლად აგიბრუნებს. ეს არის ზუსტად იგივე სცენა გათამაშდა. როცა ეს ბოროტი და მზაკვარი მონა მუხლებზე იდგა ხელმწიფის წინაშე და ლმობიერ ქმნილმა მეფემ მას 10,000 ტალანტი აპატია, მან კი არ შეიბრალა. საკუთარი მეგობარი, ვისაც მისი სულ რაღაც 100 დინარი ემართა. არ მოისურვა არც შებრალება, არც მისი შეწყალება, არამედ მოჰკიდა ხელი და ციხეში ჩაამწყვდია ვალის სრულიად გადახდამდე. აი მევალე მონა ვალდებულ მონას ასე მოექცა ასე ადამიანს. და ეს კი ღვთისწყალობას მისივე სამსჯავროდ გადაიქცევს. და როცა ადამიანი ღვთისწყალობას კარგავს, ღვთის სამსჯავრო დაატყდება თავზე. ეს კი საშინელებაა. ნუ მოტყუდებითო, ღმერთი არ შეურაცხყოფაო, რასაც დასთეს იმასვე მოიმკის ადამიანიო, გვეუბნება პავლე მოციქული გალატელთა მიმართ ეპისტოლის 6 თავის 7 მუხლში. ჩვენ ნამდვილად შეურაცხყოფთ ღმერთს, თუ კი მისგან მოწყალებას ვღებულობთ და თავად კი უმოწყალოდ ვიქცევით გარემოცვის მიმართ. ნამდვილად დავცინით, თუ კი მუხლებზე დავარნილი ვითხოვთ მისგან აურაცხელწოდვათა შენდობას და მის შემდეგ ეგრევე ძმას გამოვამწყდებთ უპატიებლობის საპყრობილეში. ჩვენს მიმართ ერთადერთი ცოდვით შემცოდე ძმას. მას ნუ მოვტყუდებით, მართლაც ღმერთს ვერ შეურაცხყოფთ. მისი დაცინვა არ შეიძლება, მისი მოტყუება შეუძლებელია, მის მარჯვენას ვერასოდეს გავეცლებით, მოწყალე იქნება თუ დამსჯელი. საშინელებაო, ცოცხალი ღვთის ხელში ჩავარდნა, კვლავ პავლე მოციქული გვეუბნება ებრაელთა მიმართ ეპისტოლის 10 მუხლის 10 თავის 31 მუხლში. და თუ რაოდენ საშინელია ეს, თვით ქრისტე გვიყვება თავის სიგავში, როდესაც მის თხრობას აგრძელებს. იხილეს რა შეპყრობილი მონის ამ ხანაგებმა, თუ რაც მოხდა,
ძალიან შეწუხდნენ. მოვიდნენ საკუთარ ხელმწიფესთან და მოუყვნენ ყოველივე მომხდარი. ვინ არიან არსით ეს ამხანაგები, ვინც გამწარებულები უყვებიან ხელმწიფეს? ვინდა იმ ფაქტის გონიერის სულიერებით შემცნობელი გულმოწყალე ადამიანები? თუ როგორ მოექცა ღმერთი მზაკვარ და ბოროტ მონას და საკუთარი თვალებით იხილეს იმავე მონის აუტანელი სიბოროტე და შეღაღადეს. მაგრამ ისინი შეიძლება ანგელოზებიც იყვნენ, რომელთაც ადამიანების მეგობრებს უწოდებთ. რამდენადაც ისინიც და მეორენიც ღვთისმსახურებისთვის არიან მოწოდებულნი და გარდა ამისა თვით მაცხოვრის სიტყვებით სასუფეველში ანგელოზები ვით იქნებიანო. ლუკას სახარების მე-20 თავის 36 მუხლი. რა თქმა უნდა, რომ არც ანგელოზების და არც ლობიერი ადამიანებისგან არ ჭირდება ღმერთ შეცნობა იმისა, თუ რა ხდება ქვეყნად, რამე თუ ყოვლად უზენაესი ყოვლის მხილველი და ყოვლის მცნობელია. და ეს ორნიც ამ საღვთო შეწევნით ხედავენ და გებულობენ. მაშ რისთვის ამბობენ, რომ მონებმა იხილეს ამ უმოწყალო მონის ნამოქმედარი და უამბეს ხელმწიფეს, რათა ვიხილოთ კეთილი ადამიანების და ანგელოზების გულმოდგინებას და თანაგრძნობას. რამე თუ თვით ღმერთს ნებავს, რომ კეთილის ხილვისას ხარობდნენ და მწუხარებდნენ ბოროტის შემტყობელი მორწმუნეები. ასე და ამგვარად ღვთისმონები განერვიულდნენ, მივიდნენ და მოუყვნენ ხელმწიფეს, რაც მოხდა. მაშინ ხელმწიფე მოუხმო მას და ეუბნება: მონაო ბოროტო, მთელი ვალი გაპატიე, რადგან მთხოვდი. ნუ თუ შენც არ უნდა შეგებრალებინა შენი მეგობარი, ისევე როგორც მე შეგიწყალე შენ. სანამ ბრალდებას არ წაუყენებს, არ სურს ხელმწიფეს ბოროტი მონის სასჯელი. ასევე მოიქცევა უფალი საშინელ სამჟავროზეც. ის ასევე ეტყვის მარჯვენით მდგომთ, მოუწოდებს საუკუნო ცხოვრებისკენ და განუმარტავს, თუ რით დაიმსახურეს მათ საუკუნოს ცოცხლე. მიხედავს ასევე მარცხენით მდგომთ და ვიდრე საუკუნო სატანჯველში წარგზავნის მიზეზსაც განუმარტავს. უფალს სურს, რათა თვითოულმა იცოდეს, ვინ რითი იმსახურებს ჯილდოს ან სასჯელს. და იმისათვის, რომ არავის შეეპაროს ეჭვი მის სამართლიანობაში. თავდაპირველად ღმერთი ბოროტს უწოდებს მონას და მხოლოდ ამის შემდეგ განაგდებს მას საუკუნოდ საკუთარი თავისგან, რამე თუ ბოროტს კეთილთან არაფერი აქვს საერთო. ამის შემდეგ კი განუმარტავს, თუ რაში მდგომარეობს მისი სიბოროტე. მე შენ მთლიანი ვალი გაპატიე. არ კონკრეტდება ღმერთი და არ უსახელებს თანხას, რათა შედარებისას თვითონ დაფიქრდეს ცოდვილი. შემდეგ კი განუმარტავს უფალი, თუ რამ განაწყო მისი გულის შესაბრალება, რადგანაც შენ მთხოვდი ამას. აი, აქაც არ აკონკრეტებს ჯერ წინაპირობას, რომ უხლებში ჩაუვარდა. ეს ქმედება გამოხატავს სინანულს, რომელიც აუცილებელი წინაპირობაა ლოცვისთვის. ლოცვა სინანულის გარეშე უშედეგოა, მაგრამ როგორც კი სინანულით ახივლინება, ეგრევე შეისმინება. ვალდებულმა მონამ სინამდვილეში ჯერ სინანული აჩვენა, შემდეგ კი პატიებას თხოვა ხელმწიფეს, ამიტომაც იქნა შეწყალებული და იმაზე მეტი მიენიჭა, ვიდრე მოელოდა. ეპატია მთლიანი ვალი. შემდეგ კი ხელმწიფემ დაუსურათა მისი ბოროტ მოქმედება მეგობრის მიმართ, თან ამას კითხვითი ფორმით აკეთებს. რატომ ამ ფორმით? რატომ არ ეუბნება ასე, მე შეგიწყალე და შენ კი არ შეიწყალე? არამედ, ნუ თუ არ უნდა შეგბრალებოდა მეგობარი, როგორც მე შეგიბრალე შენ? ეს იმისთვის, რომ ბრალეულს სათქმელი სიტყვა აღარ ქონდეს. იმისათვის, რომ
აძლევს თქმის საშუალებას თავის გასამართლებლად და შეძრწუნდეს საკუთარი დუმილითვე. ასეთივე ფორმით კითხა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მღვდელმთავრის მსახურთაგანს, რომელმაც ყვრიმალში სცა ხელი შემდეგი სიტყვებით. მღვდელმთავარს ასე პასუხო? გაიხსენეთ უფალმა რა უპასუხა? თუ ცუდად ვთქვი რამე მანიშნე ბოროტზე და თუ კარგი მაშ რიღასთვის მცენ? იოანეს სახარების 18 თავის 22-23 მუხლები. ქრისტეს ასეთ პასუხს უნდა დაედუმებინა მსახური. ასეთი პასუხი ნიშნავს მის თავზე და ფეხქვეშ ნაკვერჩხლების დაგროვებას და აი ბრალის სამხილებელად დღევანდელ სახარებისეული იგავის კაცი მეფე მსგავს საშუალებას მიმართავს. განა არ უნდა შეგბრალვო საკუთარი მეგობარი ისევე როგორც მე შეგიწყალე შენ? და ჩამოვარდა დუმილის საშინელება. ამის შემდეგ კი სამსჯავრო განაჩენის მოლოდილის ძრწოლა. და განრისხებულმა მეფემ ტანჯველებს გადასცა, სანამ არ გადაიხდის მთლიან ვალს. როცა ღვთის წყალობა მართლმსაჯულებად გადაიქცევა, მაშინ ღმერთის საშინელია. ნეტარი დავითი ასე ეუბნება ღმერთს. საშინელი ხარ შენ და ვინ წინაღ გიდგეს შენ, ვიდრე მდის გადაივლიდეს რისხვაი შენი. იხილეთ ფსალმუნი 75 მერვე მუხლი. და წინასწარმეტყველმა ესაიამ კი აჰა სახელი უფლისა მოდის შორიდან და აღეგზნო რისხვაი მისი. 30 თავის 27 მუხლი. ამ ცეცხლოვანი გულის წყრომით განრისხდა კაცი მეფე უმოწყალო მონაზე და გადასცა მტანჯველებს, ანუ ბოროტ სულებს. რამე თუ ბოროტი სულები არსით, კაცთა ჭეშმარიტად რომ მტანჯველები არიან. სხვა ვის უნდა გადასცეს თუ არა იმათ, ვინც გულსასტიკის მიზეზით განუდგა ღმერთს და ვისაც თავად ღმერთმა უწოდა ბოროტი, ვის თუ არა ბოროტების თავარმატარებელ დემონებს? და ის რატომღაა ნათქვამი, ვიდრე არ გადაიხდის მთლიან ვალს? ჯერ ერთი რათაა ჩვენოს, რომ მონა საუკუნო სატანჯველს გადაეცა, რამე თუ უწინარეს ყოვლისა წარმოუდგენელია, რომ ადამიანმა ასეთი ვალი ოდესმე გადაიხადოს. გარდა ამისა, მსგავს საბოლოო განაჩენს ღმერთი ადამიანზე ამბობს, არა ამ ცხოვრებაში, არამედ მხოლოდ სიკვდილის შემდეგ, როცა უკვე აღარც სინანული და არც დედამიწაზე ჩადენილი ცოდვათა გამოსყიდვის საშუალება იქნება. ასევე მოგექცევათ თქვენ, მამა ჩემი ზეციერი. თუ კი თითოეული თქვენთაგანი გულით არ მიუტევებს შემცოდე ძმას. ეს გახლავთ იგავის დასკვნითი ნაწილი, რომელშიც მთავარი აზრია ჩადებული. ამ სიტყვებში არანაირი ორაზროვნება და არანაირი ქვეტექსტი აქ არ არის. როგორც მოვექცევით ძმას, ასევე ღმერთი მოგვექცევა ჩვენ. ეს გამოგვიცხადა ჩვენ უფალმა იესო ქრისტემ, რომელიც ყოველივეს მშვენივრად ხედავს და არც არასოდეს ცდება. ქრისტე მოცემულ შემთხვევაში ამბობს მამა ჩემი და არა მამა თქვენი, რამე თუ ამით იმის თქმა სურს, რომ თუ კი ჩვენ არ შეუნდობთ ცოდვებს ჩვენ ძმებს, ამით უფლებას ვკარგავთ ღმერთს საკუთარი მამა რო უწოდოთ. და კვლავ ხაზს უსვავს ქრისტე, როგორც კონკრეტულად ითხოვს შენდობას მთელი გულით და კაცმა მეფემ შეუნდო ვალდებულ მონას მთელი გულით, რამე თუ ნათქვამია, შეებრალა ის მონა, ესე იგი ხელმწიფის გულში იშვა სიბრალულიც და მოწყალებაც. ამგვარად თუ ჩვენ არ შეუნდობთ საკუთარ ძმას და ისიც მთელი გულით და სიყვარულით, ღმერთი
შემოქმედი ჩვენიც და ძმათა ჩვენთა ზუსტად ისევე მოგვექცევა ჩვენ, როგორც გულ სასტიკ მონას. ესე იგი, ტანჯველ დემონებს გადავეცემით, რომელიც გარესკნელის ბნელში სამარადისოდ დაგვტანჯავენ, სადაც იქნება მუდმივი გლოვა და ღრჭენა კბილთა. და ეს თუ ასე არ იქნებოდა, ნუ თუ იტყო და უფალი ჩვენი იესო ქრისტე. ამას კი ის ამბობდა არა მხოლოდ გულსასტიკი მონის იგავში, არამედ სხვა მრავალ შემთხვევაშიც. როგორი საზომითაც სჯიდეთო, იგივეთი განისჯებითო. რა საზომითაც ზომავთ, იგივეთი მოგიზომავენ თქვენ. მათეს სახარების მეშვიდე თავის მეორე მუხლი. ნუ თუ ეს არ არის იგივე მოწყვრება ყოველგვარ ორაზროვნებისა და ქვეტექსტების გარეშე და ნუ თუ უფალმა იგივე მოწყვრება არ ჩადო ჩვენთვის მოცემულ საუფლო მთავარ ლოცვაში და მომიტევენო ჩვენ თანანადებნი ჩვენი ვითარცა ჩვენ მიუტევებთო თანამდებთა მათ ჩვენთა და ყოველდღიურად ამ ლოცვის მამაო ჩვენოს კითხვისას ამ საშინელი სიტყვებით ასე ვთქვათ ვაახლებთ ღმერთთან აღქმას როცა ვევედრებით ისევე მოგვექცეს როგორც ჩვენ ვექცევით მოყვას რათა მან ისევე გვაპატიოს როგორც ჩვენ ვპატიობთ მათ რათა ისეთივე წყალობა გვიყოს ჩვენ როგორც წყალობთ ჩვენს ვალდებულებს რა ადვილად ვივალდებულებთ თავს ღმერთთან და როგორ პასუხისმგებლობას ვიღებთ საკუთარ თავზე ადვილია ღვთისთვის მოგვიტევოს ისევე რამდენადაც მიუტევებთ ჩვენ სხვებს ადვილია მისთვის მოგვიტევოს 10,000 ტალანტიც კი თითოეულ ჩვენთაგანს ნეტავი ჩვენს ასეთი ღვთაებრივი სიმარტივით გვსურდეს მისთვის 100 დინარის პატიება მერწმუნეთ რომ რაც არ უნდა დიდი იყოს ადამიანის მიმართ ადამიანის ვალი ძმის სოდვა ძმის მიმართ და ამხანაგის მიმართ თითოეულის ღვთის მიმართ უზარმაზარ ვალდებულებასთან შედარებით 100 დინარზე მეტს არასოდეს შეადგენს თითოეული ჩვენთაგანი უკლებლი ღვთის დიდი ვალდებულები ვართ და როცა ჩვენ საერთოდ გონებაშიც კი გავივლებთ მეგობრის მიმართ ანგარიშსწორებას მოგვიწევს იმის გახსენება რომ თავად დიდი მოვალენი ვართ იმ ღვთის წინაშე რომელიც ჯერ კიდევ გვითმენს და დროს გვაძლევს მის გადასახდელად ჯერ კიდევ გველოდება და გვპატიობს ყოველივეს ისიც უნდა გავიხსენოთ რომ როგორი საზომითაც ვზომავთ იმავეთი გავზომავენ ჩვენც და მის გარდა გავიხსენოთ ჯვარზე აღსრულების დროს რა სიტყვები აღმოთქვა ქრისტემ მამაო მიუტევე მათ და მერწმუნეთ რომ მას ვისაც სინდისის ნაპერწკალი მაინც შერჩენია შერცხვება და მცირედ შემცოდეთ ამ დევნილ მარჯვენას დაიცხრობს დავეშუროც მანო რათა ყველას ყოველგვარი წყენა და შეურაცხყოფა ვაპატიოთ ღმერთმანცა რომ შეგვინდოს აურაცხელი ცოდვანი და შეურაცხებანი დავეშუროთ ვიდრე სიკვდილი არ მოგდგომია კარებზე და არ უთქვამს და გაგვიანდა იმ კარების მიღმა ვერც ჩვენ შევძლებთ ვინმეს პატიებას და აღარც ჩვენ გვეპატიება დიდებას საღვთო წყალობასა და სამართალს პატივი და დიდება მფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს თანა მამით და სული წმინდით ურთ სამებასა ერთ არსებასა და განუყოფელსა ყოვლადვე აცდამარადის და უგუნითი უგუნისამდე ამინ მიწყალე მე ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე ურჩულოება ჩემი უფრო ის განბანე მე ურჩულოებისა ჩემისაგან
და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე რამე თუ უსჭულოება ჩემი მეუწყი და ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის შენ მხოლოსას შეგწოდე და ბოროტი შენს წინაშე რათა განმართლდეს სიტყვათაგან შენთა და სწავლოშჩასა შენსა რამე თუ ესე რა უსჭულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვამე დედამა ჩემი რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე უჩინონი და დაფარული სიბრძნისა შენისანი გამომიცხადე მე მას ხურო მეუსუბითა და გამწმიდნე გამბანო მე და უფროს თოვლისა გამწმედაგ მას მინმე გალობა და სიხარული დაიხარებდნენ ძვალმა დამტაბლებული გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან მეუფეო და ყოველი უშულოებანი ჩემი მიახოცე გული წმინდა იდაჰბადე ჩემთან ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულ საწმინდასა შენსა ნამიმიღებ ჩემგან მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულით ამთავრობისაითა და მომტკიცებე ვასწავლე ურჩულოთა გზანი შენ და უღმრთონი შენ და მოიქცე მიხსენ მე სისხლთაგან ღმერთო ღმერთო ცხოვრებისა ჩემისა დაიხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა უფალო აგენი ჩემი აღახვე და პირი ჩემი უთხრობდეს სქებულებასა შენსა რამე თუ უკვე თუმცა გენებამ მსხვერპლი შენცა მეწირა არა ეს საკვერთხი არ აღდგენდეს მსხვერპლი ღვთისა არის სული შემოსრული გული შემოსრული და დამტაბლებული ღმერთმა და რა შეურაცხყოფს კეთილი უყა უფალონებითა შენითა სიონსა და აღეშენემ ზღუდენი იერუსალემისა მაშინ აღდგენდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწყირავი და ყოვლათა საწველი მაშინ შეიწირე საკურთხეველსა შენსაზე და სვარაგ ნიწყალენ ჩვენ უფალო შევიწყალენ ჩვენ რამე თუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უხომო ვარ გარდა ამას ვედრებასა შენ მეუფისა სახიერისა ცოდვინი ესე შევსწირავ მიწყალენ ჩვენ უფალო შევიწყალენ დიდება მამასა და ძესა და წმინდა სასულსა პატიოსნისა წინას წარმეტყველისა შენისა ლოცვითა უფალო ცაი ეკლესიად გამოაჩინე რათა კაცი ანგელოს და თანავიხარებდე და მისითა ვედრებითა შვიდობით ყავ ცხოვრება ჩემი ქრისტე ღმერთო რათა კეთილ მსახურებით ავსცხოვრობდეთ და ვადიდებდეთ სახელსა შენსა ყოვლადწმინდისა მამისა და ძისა და წმინდისა სულისა არც და მარადის და უკუნეთი გუნდისამდე ამი ღვთისმშობელო ქალწულო შენ ხარ ვენახი ჭეშმარიტი რომელმან გამოიღეტევანი ცხოვრებისა შენ გევედრებით მიმადლებულო მოციქულთა თანა მეოხმე ყავ ცხოვრებისათვის სულთა ჩვენთასა კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა და მოწყვრად მარხვისა ყო შენ ქრისტემან სამწყსოისა შენისათვის ჭეშმარიტებით ამისათვის მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე წმინდა ოდიდო მღვდელმთავარო ნიკოლოზ განმანათლებელო სერბეთისაო ევედრე ქრისტეს აღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის აცხოვმე უფალო და შეიწყალე ყოველი ადამიანი ვისთანაც კი რაიმე ურთიერთობა მქონია რეალურიც და ვირტუალურიც
ცოცხალიც და მიცვალებულიც, მორწმუნეც და ურწმუნოც, ბოროტიც და კეთილიც, ღირსიც და უღირსიც, ნათესავიც და გადამთიელიც, რამე თუ შენ ხარ მსაჯული მართალი, რომელი დაჯდეს საყდარსა შენსა ზედა და მას ჟამსაშინა წარდგეთ წინაშე შენსა მეცა და ისიც, გალახაკნი, ქედთა დრეგილნი, შიშველნი, არას მქონენი და წყალობისა შენისა მომლოდინენი. ამინ. ჩემი ლოცვა.